მართლმსაჯულების სისტემა არა მარტო ბრმა არის, არამედ ხშირად ყრუც არის იმ ნაწილში, როცა ბრალდებულის და დაცვის ხარის პოზიციას მოსმენას ეხება საქმე და ხშირად და უმეტესად მას ესმის მხოლოდ ის არგუმენტები, თუ ამას არგუმენტებს დავარქმევთ, რომელიც ბრალდების ხარის მხრიდან ჟღერს, როგორც წესი და თქვა რომ კლანებს შორის დაპირისპირების გამო მოხდა სწორედ მისი დაკავება. ეგეთი ფაქტი მან გააჟღერა თავის საბოლოო სიტყვაში, თუმცა ამასთან დაკავშირებით ალბათ გვექნება საუბარი და თუ რაიმე დამატებით განმარტებებს მოგცემს ამის შესახებ გაცნობა. უნდა ველოდოთ მის ალაპარაკებას? არ ვიცი, მე არაფერი არ ვიცი, მე შევხვდები მას და ველაპარაკები და თუ დამაბარეთ რაიმე ინფორმაციას გადმოგცემს. ხარით რას აპირებთ? პროკურატურა თვეების განმავლობაში იძახოდა რომ არ მოუმართავ ჩვენთვის, მან მიმართა პროკურატურა. წინასწარ აღიარება რისთვის არის საჭირო, ჩემთვის გაუგებარი არის. თუ ადამიანი აფორმებს საპროცესო შეთანხმებას და თუ მას შეთავაზებენ პირობებს და ის დათანხმდება, ეს ისედაც ნიშნავს, რომ ის შემდეგ აღიარებს, ეთანხმება ყველა ბრალდებას, ანაზღაურებს ზიანს და ასე შემდეგ, მაგრამ მე მრჩება საჯოზე გისაუბრიათ პროკურატურას. საერთოდ არ გვისაუბრია, გარდა იმისა, რომ იყო მიმართული საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. რატომ თქვენი აზრით მავნე პრაქტიკის დანერგვა უნდა ქართულ ოცნებას? არ ვიცი რა რისი დანერგვა უნდა, ვიცი ის, რომ არანაირი პასუხი არ გაქვს. ხდება ეგეთი საბეჭდილება, რომ არც არავინ აპირებდა მასთან საპროცესოს გაფორმებას, ეს უბრალოდ იყო ფორმალობა, ბრალდების ხარი იძახდა, რომ მოგმართოს და განვიხილავ, თუმცა ფაქტია, რომ მიმართა და არც არავინ განიხილა არაფერს.